კაპანაძის გარშე ვარს გარგაივლის და შეარო. ოთარაშვილი თინასის როლი. გიორგი სკვირი, მეკაპი. ეს უნდა იყოს მუქი ფერი. საინტერესო იყო და სულ ვიხსენებ ამ იმას უკრაინაში იყო და ნაზადაბოები ამას. მეგონებელია ძალიან კარგი ფილმი არის. ბატონო ანდრო. ჩვენს გადაეცა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს გავსი პატრიოტული ორგანიზაციები, რომლებიც თავისი საშუალებებით, თავის ძალებით, რა თქმა უნდა, შესაბამის ჩარჩვებსა და ფარგლებში ახორციელებს გზავს წვრთნებს. ეს არის მხოლოდ მისასალმებელი, აქ არის გაერთიანებული ის ერთი, რომ ჯერ ერთი ქვეყანას კარგად სწავლობს ახალგაზრდა, ეცნობა სამხედრო საქმეს, სამხედრო საქმის საფუძვლებს, ასევე კარგი არის ის, რომ დაკავებულია სწორ საქმეს აკეთებს და ბევრს იგებს. თვითონ ახლა რაც გამოვიკითხეთ, ეს ორგანიზაცია ახორციელებს, ძირითადად მაინც ახორციელებს პირველი დახმარების აღმოჩენის საკითხებს, სამთო მომზადებას, ლაშქრობების ორგანიზებას, ლაშქრობების განხორციელებას და ასე შემდეგ და ის კონცეფცია, რაც ქვეყანას გააჩნია, რომ რეზერვის როლი და სამობილიზაციო სისტემა უნდა იყოს მოქნილი და ძლიერი, ზუსტად ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც უნდა იყოს აერთებს გავსი ახალგაზრდულ პატრიოტულ ორგანიზაციებს. რაც ქართული სამოხალისეო ჯგუფები არსებობს, ეს პირველი შემთხვევა იყო ასეთი, რომ საველე გასვლაზე ასეთი მაღალი რანგის სტუმრები მოვიდნენ, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ბავშვების დაფასება, რომლებსაც ლეგიონში ვასწავლით სალაშქრო მომზადებას, ექსტრემალურ სიტუაციაში მოქცევას და იმ ელემენტარულ წესებს, რაც ჩემი აზრით, ყველა მამაკაცმა და ქალიშვილმა უნდა იცოდეს საქართველოში და რაც ჩვენთვის ტრადიცია იყო ბუნებრივი და ძირითადი აქცენტი კეთდება განათლების მიცემაზე, სალაშქრო კუთხით და ასევე ისტორიის შესახებ უტარებთ ლექციებს, ძირითადად 18-21 წლების, რათა ის შესაბამები რაც ადრე იყო დაშვებული, აღარ იყოს განმეორებული ჩვენს დღევანდელ რეალობაში. დღეს შევხვდით გენერალ მაძინაშვილის სახელობის ლეგიონს, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ეწევა ახალგაზრდებში სამხედრო მომზადებას, რადგან 21 საუკუნის კონფლიქტები წარმოუდგენელია კიბერ შეტევების და კიბერ უსაფრთხოების გარეშე, ამიტომ დაურიგეთ ბიუროში მომზადებული კიბერ უსაფრთხოების სამახსოვრო და პრინციპში ლეგიონმა მიიღო შეთავაზება, რომ გნებავთ სტაჟირებაზე და გნებავთ გაცნობითი ტურით ეწვიოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს და შეისწავლოს ამ კუთხით არსებული გამოწვევები და აქედან გამოსვლის გზები.